დღე და ღამე მშვიდობისა გრძელდება თვითმარქვია ექსპერტის მონაყოლი სოფლიო ფეხბურთის ზერელე ისტორია. გიორგი, აბა, სად გავჩერდით და სად ვაგრძელებთ? 62-ის ჩილეს ჩემპიონატი გველოდება. რა კარგია. გადავინაცვლოთ 5 თვით ადრე. მიესალმე ჯერ ხალხს. ხუთი თვით ადრე გადავინაცვლოთ პირელი, გირელი და პიცინელი. გეუბნება რამეს? გირელი და პიცინელი. იტალიელი ორი ადამიანები. ორი ჟურნალისტი ჩავიდა ჩილეში რომ მოინახონ როგორ ამზადებენ იმას. ინფრასტრუქტურას. ხო. დაწერეს ძალიან მძიმე სტატია. რო ტაქსი არ არის, ტელეფონი არ არის, სასტუმროში ნომრები არ არის, ერთი რაც არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, ეს არის პროსტიტუცია. ეს იტალიურ გაზეთში დაწერეს, მიაწყდა ხალხი. ჩილეს ელჩმა წაიკითხა, თარგმნა და გააგზავნა ჩილეს გაზეთში, გამოსცეს და ჩილეში აგორდა ზიზღის კამპანია იტალიის მიმართ. და იტალია მაგათ ჯგუფშია, შოჩავლე. თვითონ ჩილეს მასპინძლობა ზედავებოდა 55-ში გაირკვა მასპინძლობა. უნდოდა არგენტინას, გერმანიას და ჩილეს. გერმანიას UEFA მოთხრა რომ მე-13 ძედიზე და ვაპირებთ ევროპაშიო და მოაშორეთ თქვენი განაცხადიო და მოაშორეს იმათ როგორც კულტურულმა ხალხმა, უკვე კულტურულმა ხალხმა 55-ის. არგენტინაში პერონი აყირავეს 55-ში გადაატრიალეს და მაგის თავი არ ქონდათ? არ ქონდათ, იმიტომ რომ ახალმა ხელისუფლებამ ბევრი ვინმე გარეკა, მათ შორის ფეხბურთის ფედერაცია. და ნუ ჩილეს ისე აღმოჩნდა რომ კონკურენტი არ ყავდა, მაგრამ მოხდა მიწის რა. ხო, წინა წელს ვალდივია არის ქალაქი 500 კილომეტრზე ცოტა მოშორებულია იმის დედაქალაქის. იქაც უნდა ყოფილიყო თამაში, იქ ვეღარ ჩატარდებოდა, გადაანაწილეს, მაგრამ ამათი სტატია ეხებოდა რაც არ დაინგრა იმ ქალაქს, იქ რა იქნებოდა წარმოიდგინე. 62-ში პირველად გამოჩნდა ქართველი ფეხბურთელები. სოფლიო ჩემპიონი. სამი ცალი ერთდროულად, მცველი ჩოხელი და მე-9 მეტრებელი ფლანგი. საბჭოთა კავშირმა კარგად დაიწყო, მაგათით დავიწყოთ რა. მოუგო იუგოსლავიას, 4-4 კოლუმბიასთან, მერე მოუგო ურუგვაის და გავიდა მეოთხედ ფინალში მასპინძელ ჩილეზე. იქ წააგეს 2-1, ორივე ბურთი შორიდან გაუტანა იმას, იაშინი იდგა კარში. და მაშინ არ გადმოიცემოდა ტელე რეპორტაჟი, არც რეპორტაჟი და არც გოლები არაფერი არ აჩვენეს. იქ ლათინურ ამერიკაში ვინც იყო ჟურნალისტი საბჭოთა. ოღონ პოლიტიკური მიმოხილვი. იმან გააშუქა და ისე გააშუქა, რომ იაშინი გამოვიდა მთავარი დამნაშავა. და აქ ფანჯრები ჩაუმსხვრიეს სახლში და მანქანაზე უჯღაბდნენ რაღაცებს და მოშხამეს. ესე იყო საბჭოთა კავშირის გამოსვლა. და არ არსებობს ისა, რამე სხვა წყარო. იქნება არ იყო იმ კაცის ბრალი. თუ იყო? ნუ შორიდან გაუტანეს, ეგ ფაქტია. და ბრალი ხა შორიდანაც შეიძლება გაგიტანონ და არ იყოს შენი ბრალი. გააჩნია ძველი რასაკეთებს. მანდ მივდიოდი. ხო. მეორე ტურში შეხვდნენ ეს ჩილე და იტალია ერთმანეთზე გაბოროტებულები. მე-10 წუთზე ატყდა დიდი ჭხუბი. იმენ ჭხუბი 10 წუთიანი. რა თქმა უნდა, საჯმა გააძევა იტალიაში. რომელიც არ გადიოდა მინდვრიდან და პოლიციამ გაიგო. მეორე ტაიმში კიდე ატყდა ჭხუბი. ჩილეს და არტყა იმან იტალიელმა არგენტინელმა. დავიდ მარიო ყავდათ ეგეთი არგენტინიდან გადმოყვანილი, რომელმაც იქ დაარტყა, მაგრამ ის ვისაც დაარტყა მოკრივი შვილი აღმოჩნდა და იმან მამის გენები უპასუხა ერთხელ იმ ჭხუბზე არც ერთი არ გააძევეს, მაგრამ მერე სახეში ჩაარტყა ფეხი კიდე დავიდ მარიომ და ანუ მეორე ფეხბურთელი გაუგდეს იტალიას და ჩილემ მოიგო. და ბედნიერი განაგრძო გზა ჯგუფიდან გავიდა, შაბნერი საბჭოთა კავშირსაც მოუგო და
ნახევარფინალამდე მივიდა. ეხლა რა ხდება სხვაგან? მსოფლიო ჩემპიონი ჩავიდა ისე ბრაზილია, ისევ იმდენი ექიმით ამით. ხო, შედეგი გამოიყო, ესე იგი? კი და ეხლა რახან წინას ჩემპიონები გახდნენ, რაღაც ახალი ტიპის ექიმებიც დაამატეს. ხო. დერმატოლოგი. კი არა, ეს რო ვეტექიმი. ფეხბურთელებს რომ მორჩნენ იმ სასტუმროს ირგვლივ რაც ბორდელები იყო, ის ქალებიც შეამოწმეს ამ ექიმებმა, მაგრამ ხო, ანუ დერმატოლოგი რა, ვენერიული დაავადების სპეციალისტი. მაგ ხრივ კარგად იყო ორგანიზებული ბრაზილიის ნაკრები. ასევე ცოტა სრულწმენის ის სამყაროა და ვინც გადააფრინა მაშინ სტოკჰოლმში, იგივე პილოტი იპოვეს დანებებული ქონდა უკვე თავი ფრენის, მაგრამ იმან ჩააფრინა სანტიაგოში. პელე თითქმის არ უთამაშია რა, დაიმტვრა მეორე თამაში და შემდეგ. მაგრამ ეს იყო გარინჩას ჩემპიონატი. მარადონამ რო 86 პლეი-ოფში საქმეები იქნა, მანამდე ესეთი გარინჩა იყო, ვინც მანამდე პლეი-ოფში კარგად იტანა. საქმეები იქნა. ხო, გარინჩაზე ჩვენ ვისაუბრეთ ადრე, მაგრამ ახალი დეტალები ირკვევა. იმაზე ხო არა ფეხებზე. არა, ну ფეხებზე არა. ხო, ანუ ის დარჩა კითხვის ნიშნის ქვეშ. მისი ცხოვრების წესზე ირკვევა ახალი დეტალები. ესე იგი, მამამის ყავდა 25 შვილი. თვითონ ამას 14. 5 სხვადასხვა ქალისგან. ეს სვამდა. შიგადაში. ხო, და ერთხელ ისე დათვრა, რომ მამამის დაეჯახა მანქანით. და მიიმალა, ვერ იცნო მამამის ისეთი მთვრა. მამამისი რას იცნობდა 25 ყავდა ეგეთი. არა, შვილმა ვერ იცნო მამა. შვილი დაეჯახა მამას. ოი, ისეთი მთვრალი იყო? დაეჯახა ისეთ თვრალი იყო და ისეთ თვრალი იყო რომ თან რო დაეჯახა მიიმალა, იმიტომ ვერ იცნო მამამის სხვა ეგონა. მერე შეუყვარდა ვა, ისე ფილმებისკენ წავედით. აი რაღაცა ვარსკვლავი იმისი რა, მუსიკის. ხო. იმ გოგოს არ მოსწონდა, მაგრამ ამ დროს კრიზისი იყო ბრაზილიაში და ამან 60 კილო ლობიო გაუგზავნა. და გარინჩამ თუ გარინჩას მშობლებმა? გარინჩა. მშობლებს უკვე მამიდამ გაუგზავნა. მობეზრებული აქვს 4 წოლი ყავს უკვე ამ დროს და უი ხო, კი, ამას 5 წოლი ყავს. ხო. და მე თითქოს ერთად იყვნენ, მაგრამ მე იმის დედას დაეჯახა, იმ ქალის დედას, ასევე ნასვამი და რაღაც ანუ ეს სახლებში დადიოდა მანქანით? არა, ქუჩაში დაეჯახა. მერე იმ ქალსაც ემაო თუ რაღაცა იჩხუბესო და ამ ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატის მომენტისთვის არ არიან თლად კარგურთი. ჰარმონია რა აქვს ოჯახში. ხო. თუმცა ეს ქალი მერე შემთხვევით თუ განზრახტუნებლიეთ ჩილეში დაემთხვევა რომ გასტროლები აქვს ამ დროს. პლეი-ოფებს ემთხვევა და ამ დროს ათამაშდება გარინჩა. აუ რა ლამაზი ისტორია. ინგლისს 2 პასი და გოლი, მერე ნახევარფინალში 2 გოლი, ფინალში სიცხიანი იყო და არ გამოუჩენია თავი, მაგრამ მაგარი იყო მაგ პერიოდში. და მისი ძველი ბრაზილიის ნელსონ სანტოსი ამბობდა, რომ ესო იმით თამაშობს. ის ქალი ხან ჩამ. ნუ ბრაზილიური უმორი. ის ქალი ჩამოვიდა აკეთე 14 შვილი, ხო, გასაგები, დავინახე. ხო. მერე გარინჩაზე კიდე თუ გამახსენე, ბევრი მხრივ ესეთი კაცი იყო სახელგანთქმული. ესპანეთი ჩავიდა ვარსკვლავური შემადგენლობით. პუშკაში, ჰენტო, ლუის სუარესი და ყველა ყავდათ. ეს გამოთქმა ყველა ყავდათ, შეფერებოდა მაგ დროს დაიბადა. მაგრამ პირველივე თამაში წააგეს ჩეხოსლოვაკიასთან. ამ ჩეხოსლოვაკიამ დაიმატა მოთხილამურე ვიღაცა თავდასხმაში და იმან გაიტანა გოლი. ბედად ის მოთხილამურე თან თხიურს აწარმოებდა იქ. რაღაცებს წერდა და შემოგრჩა ჩანაწერები. ჯერ წერს რომ 3-0 თუ წავაგეთო კარგი იქნება ესპანეთთან, მაგრამ რომ მოუგეს მერე წერს ტორტი მიყიდეს. წვრთნელმა. მერე ჩეხოსლოვაკია რახან წინ მიიწევს. ნახევარფინალამდე მივიდნენ. აქ
ჩანაწერები უფრო საინტერესო ხდება. აქ მოხდა რომ კგბ-შნიკები გააყოლეს. ჩეხეთიან დროს უკვე ის არის გაწითლებული. და ფეხბურთელები არა, 3 ფეხბურთელით ნაკლები წავიდნენ და მე ჯგუფიდან რო გავიდნენ დააწიეს, მაგრამ არ უთამაშია სანამ ჩილეში ჩავიდნენ. ხო და აქ ეს წერს რომ ისა ყველა გჯობნისო, მაგრამ ყველას უგებთო რაღაცნაირად თუ იღბალი გვეხმარებ. მე რო ჩავიდნენ უკან ჩეხოსლოვაკიაში ღორია ჩუქეს რაღაცა კოლმეურნეო. ვის? ამ მოთხილამურეს? თუ ნაკრებს? ამას. ამას ღორი მოუწია და სხვებს შეიძლება კათანი და კამეჩი არ ვიცი. და სამკერდე ნიშნები ესენი და ეს წავიდა არ დადეგებზე რა იმის მერე რა ხან ჩემპიონატი და სანამ ჩამოვიდა პრემიებიც მოუწია, მაგრამ პრემია მამამისმა გამოიტანა და პარკეტი დააგო. და ამ პარკეტზე დადიოდა მე 50 წელი. ეს კაცი. ღორი დააბრუნებინეს, იმიტომ რომ ამ დროს ის არის სასურსათო კრიზისია იქ ღორი და ეს სად არის ძმაო. რანაირი ქვეყანა არის. ხო. კიდე რა ქვეყანა გვინდა? ეგვიპტე იყო? არა, ეგვიპტე ამ დროს ისრაელი რაც გაჩნდა იმის მერე აღარც არია ფეხბურთს არაბულ ქვეყნებს ისრაელი აქვს მოსაგუდი. ეს ჩემპიონატი მოიგო? ეს ჩემპიონატი ისევ ბრაზილიამ მოიგო. შეიძლება ითქვას რომ ისევ უპრობლემო, თუმცა პელე არ ყავდა და მაგრამ გარინ ჩაათამაშდა რა. სიმპათიური კაცი იყო ეს გარინჩა? მე არ მახსოვს ფოტოზე. რანაირად იქნებოდა სიმპათიური? რატო არ იქნებოდა? 5 ცოლი ყავდა და 14 შვილი. მამამისი უფრო სიმპათიური იქნებოდა. 25 შვილი. რაღაც სტანდარტებით შეიძლება იყოს სიმპათიური, მაგრამ ძალი ფეხი თუ მოკლე აქვს უკვე რაღაცა. ხო, მეორე ვერსია რომ მოკლე კი არა, ესეა. მოდი ასე ვთქვათ, ასიმეტრიულად სიმპათიური ტიპი შეიძლება იყოს. ეტყვი ფაქტს. ჯარში არ წაიყვანეს. და ექიმმა კი არ დაბლოკა. სერჟანტმა რო დაინახა შენობის წინ რო ეს აპირებდა შენობის დაცვამ რო დაინახა რომ ეს ჯარში შეიძლება წაეყვანათ, ექიმამდე არც მიუშვა, გაუშვას აღარ. აჰა. ხო. აღარა მაგმეტი კითხვა ვიზუალზე. პლეიოფში კარგად კი ითამაშა ამან. გარინჩა, მაგრამ ნახევარფინალში გააძევეს. ციხლი ჩაარტყა ზურგში ვიღაც. ამ დროს ფეხბურთი უკვე ცინიკური და სასტიკია. შედეგი ანობას დაკლებულია. 5-ზე მეტი გოლი იყო წინა ჩემპიონატზე, აქ 3-ც აღარ იყო. მაგრამ საინტერესო რა იყო, ეს რო გააძევეს, გაძევება არ ნიშნავდა, რომ შემდეგ თამაშს ტოვებდი. ხო მაგარი წესრიგია. მერე უნდა განეხილა იმას. კომიტეტს. აქ მოხდა ესეთი რაღაცა, პერუელი იყო მსაჯი, ურუგვაელი იყო ლაინსმენი. ჟურნალისტები წერენ, რომ პერუს ბრაზილიამ რაღაცა გაუგზავნა საჩუქრად იარაღი თუ რაღაცა, იქაც დიქტატორია მაგდროს. და პერუელ მსაჯს ათქმევინა, რომ მეო იმიტომ გავაძევებ, რომ ურუგვაელმა გვერდითმა მსაჯმა მითხრა. ამ დროს უნდა გამოკითხონ ურუგვაელი მსაჯი, მაგრამ ეს მანამდე ურუგვაელ მსაჯს ბილეთები აუღეს და პარიზის გავლით გაუშვეს მონტევიდეოში, რომ ვერ იპოვონ ამ ჩემპიონატის ფარგლებში და ფინალში თამაშის უფლება მიიღო გარინჩამ, მაგრამ სიცხე ჰქონდა და სიცხე ხო გამოვიდა. თუ არა? თამაშობდა, უბრალოდ არ გამოირჩეოდა. თუმცა მაგის გარეშეც მოიგეს. ასე ჩაიარა 62-მა, ანუ ბრაზილია გახდა მეორედ ზედიზედ მსოფლიო ჩემპიონი და პელეს დიდი როლი არ უთამაშია. პელეს დიდი როლი არ უთამაშია, მაგრამ ესენი სამშობლოში არიან უკვე ისინი რა. რაღაც გმირები, ღმერთები, ყველაფერი. რაც აისახება 66 წლის ჩემპიონატის მსადებისას, რომელზეც ახლა გადავალთ. მიდი. ძალიან უცნაურად დაიწყეს მსადება. გადავედით 66-ზე. ჩვენ გვესმის თანამედროვე გაგება არის, რომ სადღაც გამოიკეტებიან და ვარჯიშობენ
პრესა არა, ეს ზოლი არა, ეს არა. ამათ ესეთი რამე დაგეგმეს, რომ ყველა შტატშიო ჩავიდეთ. იქთან ხალხი მაგავაცილოსო, თან მოემზადებითო, თან დავლიოთო, იქ ვიცეკვოთ ამ ხალხთან, ისინი ხვდებოდნენ იმით, ცეკვის ფესტივალებით და არ გაამართლა. და რო ჩადიოდნენ აქა-იქ. ხო. ბევრი იყვნენ თან რა, გამოიძახეს უკვე 66-ში ისინი ცოტა დაბერდნენ 58-ის თაობა. და ახლები წამოვიდნენ 45 კაცი გამოიძახეს. თუ 46-ი გაფართოებულში, მაგრამ გაფართოებული ნიშნავს უნდა გაცხრილა. არავის არ ცხრილავენ. ეს დადიან შტატა და შტატ დაკეიფობენ, ეს 46 კაცი. ერთი თვეზე. ანუ ვარჯიშზე კი არიან, გასტროლებზე არიან. ხო და ეს მწვრთნელიც ახლა ვინც არის მაგ დროს ფეოლამ ლაბრუნეს, ხო. ის არის ერთი და იგივე შემადგენლობაში ვერ ათამაშებს 46 კაცია და დათამაშებს 11, მერე სხვა 11, მერე სხვა 11, სხვა 11 და ისინი მივიდნენ ჩემპიონატამდე, რომ ხო, ერთი კონკრეტული შემადგენლობა არა ყავთ. არც ორი. იქაც 27 კაცი წავიდნენ და მე იქ გადავარჩიოთო რა. და მოგდის ემივიდნენ ამ ჩემპიონატამდე, რომ ვინ ითამაშებს, ვინ არა. რას ითამაშებს? არავინ არ იცის რა. ნუ პელეს გონია ალბათ რომ ითამაშებს. ითამაშებს კიდეც, მაგრამ დაამტვრევენ მეორე თამაშში და მე ვეღარ თამაშობს. აქაც დაამტვრიეს კაცო. კი. ვა. ანუ პელე წინავდა 58-ში და 70-ში. 62-ში და 66-ში დაამტვრიეს. 66-ში ინგლისში ტარდება როგორც იქნა სამშობლოში დაბრუნდა ფეხბურთი. ინგლისს ამ დროს ყავს ჯიმი გრივსი, ჰარი კეინი მაშინდელი. ოღონდ ის იგებდა კიდეც ტიტულებს ახალგაზრდობაშიც. ხო და წვრთნელი ყავთ რომელსაც ეს არ მოსწონს. რატომ? იმიტომ რომ რა ხასიათებით? ეს მწვრთნელი გამოირჩეოდა ბრუტალისტური მიდგომით. ბრუტალიზმი ეს არის. მეორე მსოფლიო ომის მერე თანგისმენ არქიტექტურაში შემოვიდა ესეთი სტილი. ხან სწრაფად იყო ბევრი რამე აღსადგენი და ეს ჩუქურთმები და რაღაცები არ იყო აუცილებელი ბეტონი. ლაწლუწ და ეს იყო საფეხბურთო ბრუტალიზმი, ანუ ბევრი ისინის მატრაკვეცობების გარეშე და წვრთნელს ის მიაჩნდა ცოტა მატრაკვეცა ფეხბურთელად როგორც ჩანს. თან ეგდა კაპიტანი მური. აი ეს. კი. ბობი. ჩუმად მწვრთნელს ბობი ხო? რობერტ ბობი. ზურგს უკან ეძახდნენ ციგანს. მწვრთნელს, იმიტომ რომ ბებია ყავდა ციგანი თუ ბოშა ანუ ხო? ხო. და არა ეს ბებია ჩემი რო ციგანს. არა. დიდი ციგანი ბავშვი ხო? ეგ არა. ხო, ეგ რამდენად მართალი არ ვიცი, ყავდა თუ არა და ეძახდნენ თუ არა, მაგრამ მწვრთნელს ის მაინდა-მაინც არ მოსწონდა. გრივსი. და გაუმართლა და იმტვრა. მწვრთნელს გაუმართლა. მწვრთნელს გაუმართლა, რომ ამას საფრანგეთის ნაკრებთან თამაშზე ბუცი ჩამოუსვეს ფეხზე და 8 სანტიმეტრიანი ჭრილობა ჰქონდა და 14 ნაკერი და დეს. და ფინალამდე ვერ თამაშობდა და ფინალში არ დააყენეს. ხო. იმიტომ რომ ნაკერები არ გაიხსნას. ხო. და ეს იმ ფოტოზე, აი ამ დღის ფოტოზე, სადაც ყველა გახარებულია, ის არის გაბოროტებული. იმიტომ შეცვლები ჯერ კიდე არ შეიძლება და ზის კოსტუმით იქა და კოსტუმით და ფეხით. არც მედალი მისცეს, არც ჩემპიონატ გამოაცხადეს, იმიტომ რომ მაშინ ჩემპიონატს ხდებოდა მხოლოდ ის 11 კაცი, ვინც მოიგე. მერე ამან UEFA-ს საიტი რო გაჩნდა 2000-იანებში. მეთქი საიტში რა არის, არა ჰუმანური საქციელია. ჩემი ბრალი რა იყო
ფეხი ჩამომივისა ჭრილობა მომაყენესო, მაგის გამო ვერ ვითამაშიო და არც ჩემპიონი ვარო და არც медали შემო. ამის საპასუხოდ მე ზეპ ბლატერია უკვე მაშინ FIFA-ს პრეზიდენტი და მართალი არის ეს კაციო და გაუგზავნეს მედლები მთელ ხო არა მარტო ამათ სხვა წლის ჩემპიონებს. ამან მე ეს медали გაყიდა 40,000 ფუნტად. ანუ ეს ხზე ჩალიჩობდა, ხო? იმიტომ რომ ეს იყო ალკოჰოლიკი, ეს გრივსი 78 წლამდე. ანუ სანამ ფეხბურთს თამაშობდა, სვამდა თან ბიჭო ბევრს. ერთი გუნდში რო გადავიდა 18 პინტს ლუდს სვამდაო და პინტიო არის 400 არის ამერიკული პინტი 460-ია ბრიტანულს დალევდა ეს ბრიტანული 500-ზე მეტია ანუ 9 ლიტრს სვამდა თამაშს წინა დღეს ესეთი კაცი იყო შესაბამისად დაავადებები ესენი აიყიდა ცუდად იყო და 78-ში აუკრძალეს სმა და დაანება მართლა გაიარა ეს ხო გამარჯობათ მე სოფლიო ჩემპიონი ვარ და მე ვარ ლოთი ხო და ნუ მოკლედ მე ეს რო გაყიდა медали მაშინაც რაღაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ცოტა წაეშვა რა იყიდა თუ არ ვიცით სახს ართმევდნენ თუ რაღაცა ოჯახს და შეინარჩუნა რაღაც პერიოდი ხო რაღაც გული დამეწყო ხო ქართველები აქაც არიან აქ ყველაზე მეტი ქართველი იყო თუ არსენ ოღონდ ჯგუფი გაიარა საბჭოთა კავშირმა კარგად ჩილე ყავდა ჩრდილოეთ კორეა ყავდა და იტალია ნუ იტალია ჭარჩა და ჩილე და ეს ჩრდილოეთ კორეა იყო სენსაცია რა ჯერ რო კვალიფიცირდნენ სოფლიო ჩემპიონატზე ინგლისში არ ესიამოვნათ იმიტომ რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ ჰქონდათ სამხრეთ კორეისკენ იყვნენ ისინი და წავიდა მსჯელობა შემოუშვათ არ შემოუშვათ მე არ შემოუშვა ეგეთ შარია ეხლა ჩემპიონატს მასპინძელი ხარ და FIFA-ს პრესტიჟი და რაღაცა და მე რეთქვეს შემოუშვათ ოღონ ჰიმნი არ დაუაკვრევინოთ და მოიგონეს ეგეთი რაღაცა რომ ჰიმნები ყოფილიყო მარტო გახსნის თამაშზე და დახურვის და გახსნის არ დაუნიშნეს კორეას და დახურვაზე იმედი აქვს რომ ვერ მივა ჰიმნი რა და ნუ დროშები ეკნებათ რა და ამ კორეამ დაიწყო ესე იტალიას მოუგო საბჭოთა კავშირთან წააგო და ჩილე გაიარა და ხვდება პორტუგალიას და უგებს 3-0-ს 28 წუთს მაგრამ და პორტუგალია მანამდე უსები ყავთ უკვე ბრაზილიას მოუგე ჯგუფში და გაიგონდია და რაღაცნაირად შემოტრიალდა 3-0 და 5-3 მოიგეს პორტუგალია ხო მაიმუნობების გარეშე თუ არა, ნუ ეხლა პორტუგალი უსებიებოა და ისინი ჩრდილო კორეელები არიან და არ ეყოთ საწვავი ესე ვთქვათ რა. საბჭოთა კავშირი გავიდა გერმანიაზე და მერვე წუთზე დაემტრათ საბომცველი. რახან შეცვლები არ შეიძლებოდა ეს თელი თამაში იდგა კუთხურის ალამთან თითქმის რა და მე კიდე ჩაარტყა ბეკენბაუერი უკვე ფეხმოტეხილს როგორც ტკივან ადგილას და ამიტომ საბჭოთა კავშირი გამოვარდა 2-0 წააგეს გერმანიასთან თუმცა აქ იწყება მე კარმის ამბავი იმიტომ რომ ფინალში საბჭოთა მსაჯია ხო იქ გერმანია თამაშობს და იმ გოლს ჩათulis ეს ნეტარხსენებული ტოფიკ ბახრამოვი რომელიც გვერდით მსაჯი იყო მაგრამ ეს უფრო ცნობილია ვიდრე თავი მსაჯი ვინც იყო ის არავის არ ახსენს ხო და ინგლისზე სანამ ის კაცი დაიმტრა გრივზი ხო ჰერსტი და ჰეილი ორი ესეთი ფეხბურთელი ათამაშდა და გმირები გახდნენ ესენი. და როგორც იქნა დაბრუნდა ინგლისში ფეხბურთი დაბრუნდა გამარჯვებით, მაგრამ ამას ახლდა რა თქმა უნდა ეს ლაქები რაც იყო, გოლი იყო თუ არ იყო. ისა. ნუ ფეხბურთი ეგეთი რაღაცაა რა.
ლაქები მიცხებული აქვს ფაშიზმის, იმპერიალიზმის, კოლონიალიზმის, მულატიზმის, ამის ყველაფრის, მაგრამ ფეხბურთმა ეს ყველაფერი მოინერა. ისინი ხა აღარც ერთი აღარ არსებობს და ფეხბურთი არის ზენიტში. ვა, როგორი სადღეგრძელო გამოგივიდა. რეალობა ეს არის. ბარემ დესერტად თქვათ, რომ თასი დაიკარგა ჩემპიონატის დაწყების წინ. ეს მსოფლიო სანამ დაიწყო, თასი გაქრა? მოიპარეს. და ძაღლმა იპოვა. ხო, რაღაცა იმიტომ რომ იმ კაცს უნდა და გაყიდვა, მე შეატყორო ვერ გაყიდიდა და რაღაც სადღაც მიაყუდა იმ აგვის ყუთთან და ამ ძაღლმა იპოვა პიკლზმა და ეს პიკლზი მე გახდა გმირი და რაღაც მაღაზიები მთელი ცხოვრება გაჭმევთ და რაღაც ამბობდნენ, მაგრამ დიდხანს ვერ იცოცხლა. რაღაც ხობეს გამოედო და თავისივე საბელით დაიხრჩა. ვა, როგორ მეგონა, რომ ერთი კაი ამბავი მაინც იქნებოდა ამ სოფლიოს. ასე ჩავიარეთ 66-ი, ეს რა პერიოდია, იცი? უკვე ის არის, რა ქვია. მისტერ პიტკინი, ხო იცი? როგორ არის იმ ტრის ზურგში? ხო, და საავადმყოფოში. მაგასთან მივიდა ინგლისის ნაკრები პირველი ტურისმენი. მსახიობთან? ხო, და იმასთანაც, შონ კონერისთან და რაღაცა პოზიორობდნენ და იმათ თავით თამაშს ასწავლი და ის გრივზი იმას მისტერ პიტკინს ფოტო არსებობს. აი, რაღაცა დადებითიც მოყედა. კი, ფეხბურთი მე მიყვარს. კაი, ეხლა გადავდივართ ერთი ნაწილის შეფასებით. მსოფლიო ჩემპიონატების ყველაზე კარგი გუნდის თამაშზე, რომელიც გველოდება 70-ში. დაველოდოთ 70-ს.